ეს მოგიყვებით აბლაციის შესახებ. ბევრი თქვენგანი ითხოვდა ამ ვიდეოს და კონკრეტულად აქ ნაჩვენებია კრივ აბლაციის პროცედურა. ამ პაციენტს ჰქონდა წინაგულების პაროქსიზმული ციმციმი, რა დროსაც ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ მისთვის გაეკეთებინათ ფილტვის ვენების ელექტრული იზოლაცია დანარჩენი წინაგულის ქსოვილისგან და ეს ყველაფერი კეთდება კრივ აბლაციით ამ ვიდეოში. აი როგორც ხედავთ, კათეტერით ისინი არიან უკვე მარცხენა წინაგულში, ეს არის ის ბალონი, რითიც შემდგომ ეს კრივ აბლაცია გაკეთდება. პირველ რიგში ხდება ფილტვის ვენის სანათურის ოკლუზია ამ კათეტერით და შემდგომ ექიმი ელექტრულ სტიმულს აძლევს ამ არეალში, რომელიც სავარაუდოდ არითმოგენულია და აკვირდება EKG-ის საშუალებით ამ არითმოგენულ პოტენციალს. როდესაც დადასტურდება ამ ფილტვის ვენის ოსტიუმის არითმოგენულობა, შემდეგ იწყება უშუალოდ ეს კრივ აბლაციის პროცედურა. ამ ბალონის ტემპერატურა დაახლოებით -40, -50 გრადუსამდე ჩამოდის და ეს არითმოგენული არე არის დაახლოებით 240 წამის განმავლობაში ამ ცივი სტიმულის გავლენის ქვეშ. და საბოლოოდ, როდესაც ეს ცივი სტიმული იმ არის იზოლაციას გააკეთებს, რომელიც მანამდე იყო არითმოგენული, შემდეგ კიდევ ერთი სტიმულაციით ექიმი დარწმუნდება, რომ ეს ყველაფერი უკვე იზოლირებულია და გულის ელექტრული გამტარობა ჩვეულებრივ ფიზიოლოგიურ ნორმას დაუბრუნდა.